მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ მოხვდით ჩემს პირად არხზე, სადაც ცდილობა მაქვს გადავიღო ხოლმე ვიდეოები და ამ შემთხვევაშიც ვეცდები, რომ ჩემთან ერთად წაგიყვანოთ ეხლა ჩვენ მივემართებით ფშავისკენ. უნდა აღვნიშნოთ მარიამობა. 28 აგვისტოს არის მოგეხსენებათ. წინა დღის აუცილებლად უნდა ავიდეთ ფშავში. ჩვენი საგვარეულო სოფელია სოფელი მუქო, უკანა ფშავში. მანამდე გავივლით საკმაოდ საინტერესო ლოკაციებს. მაგალითად კოპალას ჯვარზე ავალთ. ეხლა კიდევ ვიმყოფებით, სად ვიმყოფებით? ახმეტას გამოვსწით, მოკლედ და მივდივართ თიანეთის გზით, უღელტეხილით გადავალთ და წავალთ ფშავისკენ. ახლა ჩვენ მოვედით ჟინვალის წყალსაცავთან და გოგამ უკვე გამიზიარა ინფორმაციები ჟინვალის წყალსაცავთან დაკავშირებით. ჩემთვის ახლა მე მგონი პირველია აქეთ, ექსკურსიების დროს თუ ვიქნებოდი ნამყოფი, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ არ მახსოვს და ძალიან მომეწონა. ადრე დატბორილა სოფლები და ეხლა წყლის დონე როგორც კი დაიწევს ხოლმე ჩანს ეკლესიაც. კი ეხლა ეს ძალიან ცნობილი ფაქტია, ყველა იცით, ესე ვფიქრობ, მაგრამ ძალიან ლამაზია, იმიტომ რომ ზისხივები ეცემა საოცრად და საოცარი ფერია. შეიძლება კამერაშიც კი ვერ აღიქვათ, იმდენად ლამაზია. მოკლედ ეს არის დასაწყისი. ანუ ახლა ვიწყებთ, ახლა იწყება თავგადასავლები. კამერამენ, ხო ასეა? კი. შეგიძლია რომ კამერა დაწიო და ისე დამეთა, ხო? Yes. He know it. ხო, შემდეგი გაჩერება კოპალას ჯვარი. ეხლა ჩვენ ვიმყოფებით არაგვის პირას, იქით რაღაცეებს საქმიანობენ, მოკლედ მანქანიდან აბარგებენ პატარა სუფრას გავშილთ, ვიდრე ავალთ მუქომდე და გავჩერდით ჩვენის ტრადიციულ ადგილას, ეს არის კოპალას ჯვარი. აქვე არაგვის პირას მდებარეობს და ეს არის ძალიან საინტერესო ადგილი, იმიტომ რომ ფშავი სავსეა მითებით, ლეგენდებით და სწორედ ესეთი ფშაური მითოლოგიის გმირია, ასე ვთქვათ, კოპალა, გმირი კოპალა, რომელიც ღვთისშვილი იყო, როგორც ბერძნულ მითოლოგიაში ნახევრად ღმერთებს რო უწოდებენ და ახლობით აი მსგავსად რო აგიხსნათ და ღვთისშვილი იყო და ადამიანებს ეხმარებოდა ბოროტ-ძალებთან, კონკრეტულად კი დევებთან ბრძოლაში. და სწორედ აქ ქალების შესვლა არ შეიძლება, ხოლო კაცების შესვლა ნებადართული, გარედანაც ანთებენ სანთლებს, ხო და კოპალა იყო ერთ-ერთი გამორჩეული გმირი იმით, რომ თან ჰქონდა თავისი ქვა, აი აქაც გამოსახულია ეს ქვა, რომელიც თან დაჰქონდა, თოკებით ჰქონდა მოკიდებული და მოკლედ ვინც აქ მოვა და ახლოდან ნახავს ამ ქვას, მოკლედ ქვას ეტყობა ორი დიდი ჭრილი. და თქმულება ესეთია, რომ კოპალას ზურგზე რო ჰქონდა მოკიდებულიო დიდი თოკებითო ეს ქვაო, ზუსტად ამ თოკების კვალიო დარჩენილიო ქვაზე. საკმაოდ უზარმაზარი ქვაა და ეს მიუთითებს იმას, რომ კოპალა იყო ძალიან დიდი ტანის გამორჩეული ღვთისშვილი და გმირი. რადგან საინტერესოა შიგნით ძალიან და მინდა რომ მაყურებელსაც ვაჩვენო და რადგან ქალების შემოსვლა არ შეიძლება, მოვუტაცებ ახლა ჩემს ოპერატორს და პატიკოს მობილურს და წავიყვან შიგნით. ხო, მოკლედ დავიძარით, შევედით. აი აქ უზარმაზარი ქვა დევსაკაც ერთი, მაგრამ ეს არ არის, რა თქმა უნდა, კოპალას ქვა. აი ახლა მივალთ და ნახავთ კოპალას ქვას. წყალობად ხატისა. გაიხარეთ. აი ეს არის საოცავი. ეს კიდე გახლავთ კოპალას ქვა, ეს ცნობილი, რომელიც კოპალას ჰქონდა ზურგზე მოკიდებული და თან დაჰქონდა. როგორც ამბობენ, დაიღლებოდა და ჩამოჯდებოდა ხოლმეო. ეხლა ვართ ჩვენ ორ წყალთან. იქიდან ზემოდან მოდის ხევსურეთის არაგვი, აქედან მოდის ფშავის არაგვი. ეხლა ჩვენ შევხვდებით უკანა ფშავის ხეობას და დოღის ბელადო ბახტრიონის ციხის კარები ხმლითა და ტორით შენ და ზეზოას შეგილეწია
სართელვის დროს ცეცხლს აფრქვევდნენ შენი ნალები ისე მიქროდი სიკვდილიც ვერ წამოგეწია გადმოიარე შენი სული სამწორნოს ცერი შუბლზე ფაფარი გადიწიე ქარიშხლის ფრთებით ტორს დაკრავდი და დადგებოდა მტვრისა ნამქერი ტორს დაკრავდი და უცხო ჟრჟოლას იწყებდნენ მთები ტორს დაკრავდი და დადგებოდა მტვრისა ნამქერი ხარი რომ გონიაც რომ ტორს დაკრავდი გოგო ვარ ისეთი გოგოვის უკან იმალება აი ეს მოკლედ ჩამოვედით ფშავში კერძოდ სოფელ მუქოში მინდა რომ თუშეთსაც შევადაროთ ცოტა იმიტომ რომ ნუ ჩემგან ალბათ გექნებათ ნანახი თუშეთის კადრები თუ ჩემგან არა თქვენ მაინც გექნებათ ნანახი ამას იმიტომ გეუბნებით რომ აქაური ბუნება თვითონ ხალხიც და რავი ყველაფერი ადაწესები არის განსხვავებული აქ ამ ადგილებში ჩვენ მოვდივართ კარვებით და მინდა რომ ახლა შეგახედოთ რა ხდება აქ არის ეკლესია ხო ეკლესია ეს არის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია მუქო არის უკანა ფშავში ეს არის ჩემი საგვარეულო საოცავი მუქოს მუხარნა და დედა ღვთისმშობელი და აქ ფაქტობრივად ამოვდივართ ყოველ წელს აქ ამოდის მრავალი მლოცველი აი ესე აწყობენ თავიანთ ადგილს 3-4 დღის მანძილზე რჩებიან რა თქმა უნდა აქ მხსნილდება მარხვა ეხლა თითქმის ყველა მარხვაზე ვიმყოფებით აქ გამხსნილდება მერე მოიხარშება ხინკალი ერთად აღნიშნავთ მარიამობას ერთმანეთს მიულოცავთ რა ვიცი მოკლედ გაუზიარებთ კარგ დადებით ემოციებს რაც შეეხება წესებს პირველ რიგში აი სადაც მთავრდება კარვები დაახლოებით იმის იქით უკვე ქალების გასვლა აღარ შეიძლება ამ ტერიტორიაზე ხოლო მამაკაცებს შეუძლიათ აი იმ ხეებსაც მიუახლოვდნენ და აი აქ ხატთანაც მივიდნენ აი იქ არის ხატი დაბრძანებული საჭმელს რაც შეეხება ალბათ ბევრს მენია რომ თუშეთში მაგალითად არ შეიძლება ღორის ხორცის ატანა აქ ჩვენთან კიდევ უფრო სხვანაირად არის ეს წესები არა მხოლოდ ღორის ხორცის არამედ ქათმის ხორცის ამოტანაც არ შეიძლება აქ და ასევე კვერცხის ამოტანაც ან კვერცხისგან დამზადებული საკვების ან ნამცხვრის და ასე შემდეგ კბილეულის ამოტანაც არ შეიძლება. შეიძლება ვინმეს გაუკვირდეს კიდეც. რატომ არ დგას ამ სოფელში სახლები? რამდენიმე სახლს შევხვდებით აქ. დაახლოებით 3 სახლი დგა ისეთი სადაც ცხოვრება არის შესაძლებელი. დანარჩენი აქ ფაქტობრივად ვხვდებით ნანგრევებს. აი ეს არის ძველი ნასახლარი. მუქო იყო დასახლებული სოფელი, ისე როგორც უკანაფშავის მრავალი სოფელი, მრავალი ათეული კომლი სახლობდა აქ. უბრალოდ ეს ყველაფერი გამოიწვია იმან, რომ ხშირი იყო მტრების შემოსევა, ასევე მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში მოხდა მთიელი ხალხის ბარში ჩამოსახლება. ამავდროულად ძალიან ხშირად ხდებოდა მტრების შემოსევები, რაც აუკაცრიელებდა აქაურობას. და ისიც შეიძლება ვთქვათ, რომ თანამედროვეობამ ფაქტობრივად აქ აი რთული პირობებია საცხოვრებლად, არ არის დენი, ასე თუ ისე, არც არის ნორმალურად წყალი, გაზი გამოყვანილი, მობილურს მიღება არ აქვს. აქ ცხოვრებისთვის საჭირო პირობები საკმაოდ ნაკლებია, ამიტომაც ადამიანები მიიწევენ ბარისაკენ. მუქოს პირისპირ დგას ერთი ძალიან საინტერესო სოფელი ჭიჩო. აი ხედავ, თუ მიახლოებ კადრს შეძლებ, იქ დგას მხოლოდ ერთი სახლი, სადაც ცხოვრობს მხოლოდ ერთი კაცი. მის გარდა არავინ არ ცხოვრობს და ყველაზე საინტერესო როგორ იგებენ, რომ ეს კაცი ცოცხალია. ყოველ ღამე ეს ადამიანი სინათლეს ანთებს თავის სახლში და საღამოს როცა დაინახავენ რომ სინათლე ანთებულია, იგი იმის ნიშანია რომ ჯანმრთელად არის. ეს არის მოხუცი კაცი, რომელსაც აღარც ცოლი ყავს, შვილებიც აღარ ყავს. ფაქტობრივად აბსოლუტურად მარტოა და იშვიათად თუ ააწვდიან ხოლმე ამ ადამიანს საკვებს და თვითონაც საკმაოდ რთულ პირობებში ცხოვრობს.
აი ხა ჩვენ ტრადიციებზე ვიღებთ ვიდეოებს კიდე რა. აი ხა ვაკეთებთ საგამთენიო სანთელს, ხო ესეა? რა არის საგამთენიო სანთელი? დიდება უფალს პირველ რიგში. რაც მამაპაპათაგან სმენია, რაც ჩემ მამაპაპას თავისი მამაპაპისგან სმენია, წესი და რიგი არის ესეთი, რაც მისწავლია და უსწავლიათ, რომ ყოველთვის მლოცავი ვინც მოდის, ვალდებულია სუფთა წმინდა თაფლის სანთელი წამოიღოს და აქ არსებული ტრადიციული წესით, რაც შემდეგში გამოიხატება, რომ სანთელს დანაზე წამოვაგებთ, აი ესე დავალბობთ, მერე ხდება ძალიან თხელი პირის ათლა და მარცხენა ხელში დაგროვილი, ასევე დამუშავებული, დარბილებული სანთლებზე ხდება იმისი შერევა. კიდე ხელით ესეთი მისი დამუშავება ხდება, გარკვეულ კონდიციამდე მიყვანის შემდეგ ეს სანთლის მასა კიდე უფრო დარბილდება და შემდეგ ფითილად წოდებულ ფითილად წოდებულ მსხვილ ძაფზე ჩამოიქნება ხელით, რომელსაც ცოტა ხანში ჩვენ ნახავთ და მე და გოგა გავაკეთებთ ამას. ეს არის ძალიან სახალისო და რაც თავარია ძალიან დიდ სიამოვნებას ანიჭებს ამას ეს ადამიანს, იმიტომ რომ შენ თვალწინ კეთდება სანთელი, რომელიც საღამოს შემდეგ ის ასევე ქრისტიანული მამაპაპათა წესით ინთება საგამთენიო სანთელი. რა არის ახლა ეს საგამთენიო სანთელი? ეს არის სამხვეწრო სადიდებელი უფლისადმი, უფლისათვის დანთებული სანთელი, გარკვეული ხარკი და შესაწირავი არის. სათხოვარს როცა იძახის ხევისბერი ან კიდევ ქრისტიანი მორწმუნე ადამიანი აი ამ საკუთარი ხელით გაკეთებული წმინდა სანთელს ანთებს, ლოცვაც მისდევს მერი ამას და ჩვენ ყველას ქრისტიან ადამიანს ვჯერა, რომ წმინდა გულით დალოცილი, წმინდა სანთელი ანთებული, ღმერთი ჩვენ ლოცვა კურთხევას და ლოცვას სათხოვარს ღვთისადმი აი ასე წარადგენს. ერთი ორი ისმის ძალიან კარგი. ეს არის მარიამ აბა ყველაზე მოცევთ. და აუგზავნა ხევისბერი. ძალიან ბახმელია რა. მეტრამე დამალე. ეხლა მოკლედ ხევისბერი გაჭრის ხადებს, ავანთებთ კელაპტრებს, დავილოცებით საზედაშე ღვინით და დღეს ეს ღონისძიება ამით დასრულდება. მერე გაიშლება დიდი სუფრა. აი ზოგს როგორია ხოლმე რომ მარტო ეს ხოცვაა და მოზრებისა აქთან იმისთვისაც იკვლება რომ ამდენი ხალხი დაუკვირდეთ და ერთად კარგი დრო და ხინი გავატაროთ. გავამხსნილოთ მარხვათან რა. აი მესამე ჯიგაც საზავრია როგორი გავსწორდი. ავთო მესამე. მოკლედ აქ ფემინისტები ვერ გაძლევენ მთაში. იმიტომ რომ საკმაოდ არაფემინური პირობები გვაქვს. ამ ხის იგით ქალების გადასვლა აღარ შეიძლება. ნახაყენია და მალაპარაკები. მაგ გახსევს ამ ნაბახოს აგინდა დავაშა. არ მოიყვანოთ წოლები. ჭები დაგვარდგნე, surprise. ბრავალ მარიამო.
მესამე. დღეს უკვე აი. დღეს უკვე წასვლის დღე გვაქვს. თუმცა მანამ სადამ წავალთ და ჩავბარგდებით, მანამდე გოგა მოიფიქრა, რომ მოდი აი სადღაც იქ ან იქ ანუ მთის წვერზე ავიდეთ და იქიდან გადმოვიხედოთ რა ხდება და როგორო ხო და იქ მიგვაქვს შტატივები, საჭმელი, სასმელი, აუცილებელი ნივთები ყველაფერი და გამოიცანით ვის აკიდეს. მოგვიყევი ახლა აქ რა ხდება. ჩემი აზრია, დიდი ალბათობით აქ იყო რაღაც სარკოფაგები ან საფლავები, იმიტომ რომ აი აქ, ნახე როგორ არის დალაგებული ეს სიპიქვები. ნუ ესეთებს მე მაგალითად ექსპედიციებში შევხვედრი ვარ. აქ როგორც ავთქვი, დიდი ნამოსახლარიც არის და შეიძლება აქვე იყოს სადმე სასაფლაო, იმიტომ რომ აქ ხო ესეთი ადგილია, ნახე. როგორ არის ისმის? აი ყრუ ადგილია და აი აქაც წეღან ფეხი რო დავდგი სადღაც, აი ეს ადგილია მოკლედ. აქაც სიცარიელე იგრძნობა რა. აგე ის არის სოფელი ჭიჩო. როგორც გავარკვიეთ, ის კაცი რომელიც აქ იყო მუდმივ მაცხოვრებელი და ასე ვთქვათ, სოფელს ასოფლებდა, თურმე ამ ზამთარს გარდაცვლილა 90 წელს მიტანებული იყო ეს ადამიანი. გავუყურებთ ფშავის ხევს და ფშავის მთებს. აი იქით იმ ადგილას იყო სუმელჯის ციხე. სუმელჯი წოწკურაული იყო გამოჩენილი მეომარი ფშავში, რომელსაც ესეთი ლეგენდაც უკავშირდება, რომ ჰქონდა ძალიან ძლიერი მშვილდი, რომლის მოზიდვაც მხოლოდ შეეძლო სუმელჯის. ისეთი ძლიერი მშვილდი იყო და როცა მტერი შემოესია ფშავს, ერთი გორიდან მეორეზე ხოცავდაო მტრეებსო. ასე გვეუბნება გადმოცემა ფშაური. მაგრამ ეს ციხე დღესდღეობით დანგრეულია, როგორც უყურებთ, აქაურობას პრობლემა ის აქვს, უპატრონობა ეტყობა. როგორც დანარჩენი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთი, ისეთი განვითარებული სამწუხაროდ აქ ეს ტერიტორია და ეს ადგილი არ არის არც ტურისტულად, არა და ძალიან დიდი პოტენციალის მატარებელია, რა ვიცი, თავისი კულტურიდან, თავისი სამზარეულოდან, თავისი ტრადიციებიდან და ყველაზე გამორჩეული ალბათ რაც გამოარჩევს კიდე ფშავს არის თავისი მითები და ლეგენდები. რომელიც ყოველი კუთხე კუნჭული სავსეა ისეთ საინტერესო ამბებით, რომლებიც შეიძლება იყოს რამდენიმე საუკუნის წინანდელი, ან შეიძლება იყოს ვაჟა-ფშაველას პერიოდის დროინდელი და ასე შემდეგ. რამდენსა საუბრობ, თვალებს მიჭყედავს უკვე ჩემი საწოლე. ეხლა ჩვენ უნდა დავიძრათ აი იმ მთისკენ. აი ის მწვერვალია, რომელიც უნდა დავიპყროთ. აი ნახე იქით ის მწვერვალი ღრუბლებს ეხება. ხო. იქ წავალთ დიდი სვაივაგლახით ალბათ, თან თუ გავითვალისწინებთ იმ ტვირთს, რაც მე მკიდია ზურგზე, მაგრამ ან თუ იქ ვერ ავახციეთ, უკვე მეწყინება, იმიტომ რომ სადაც ის ძროხები ადიან იმ მთაზე, ჩვენ ვიზერ ანაკლებები ვართ. ოღონდ ძროხები არა, რა თქმა უნდა. და იმ მთიდან გამოვხედავთ აი იმ მთებს და დავხედავთ სოფელ მუქოს. აბა, აბა, ჰო. მანამ სადამ მთაზე ავალთ, მინდა შეგახედოთ თუ როგორ გამოვიყურები დღეს. და რა მაცვია? ჩვენი საკემპინგე ბაჩიები ძალიან ლამაზი, რომელიც ახალი შენაძენია და შეგიძლიათ მომილოცოთ. ასევე საკემპინგე შარვალი, იმიტომ რომ ეს არის წყალგაუმტარი და ძალიან პრაქტიკული, ძალიან კარგია. გვაცვია დასაუთოვებელი მაისური, ასევე ევროპულ ფერში. თავარი ნიუანსი, მეგობრებო, მე დღეს გოგა მაჩუკა დანა! Oh my god! აუ, იცი როგორ გამიხარდა ეს დანა? მადლობა, მაგრამ გამისწორდა რომ მაჩუკი. იცი რა გამისწორდა? აი ეს ბუდე და რო იკეცება. ნუ დანას არ აქვს მნიშვნელობა. საინტერესო რა არის, იცი? დაახლოებით 3 წუთია ესე ვდგავართ და უბრალოდ ჩუმადა ვართ. აღარ არის ნაბილი კარი საერთოდ და ჩვენ გვიწევს რა აქ გახვალ. ეს სიმაღლეზე რა ურამდენი ვიარეთ ხალხო. ზართული გზა.
ანუ ჩვენ ვართ სადღაც აი ამ ხეების იქით დაბანაკებული. მაინც ვიყავის რომელსაც შენ მოგართ. აი, ბაბა. dobrebo, ალბათ ხედავთ აი იქ ზემოთ ციხის. ალბათ ციხე არ ვიცი. ესეთი უკაცრავად მეგონა რომ აი იქ გვინდა რომ მივიდეთ. და ჩვენი ადგილიდან სადაც ვართ დაბანაკებული, აი ეს ადგილი საერთოდ არ ჩანდა. მაგრამ ჩვენ ახლა გვაქვს დანიშნულების ადგილად აი ის წერტილი, რომ მივიდეთ და ამისათვის ამოვიარეთ. აი ძალიან ბევრი. სახლზე მაღლა ვარ ჭიჩოში სადაც არის. ხო, აი იმ სახლზე მაღლა ვართ მოკლედ. შენითა შესმიცას ჩოქვით დავაკოცნი და დაგისვენებ ცნემლითა ეტაი ჩვენს მიწაწყალზე ეტრადანავი ტირანეს ხაროდნენ მოფიერითა სამშობლო ყველა პირანეს სამშობლო ახლა გოგარეს ხავს მანქანას. საოცარი შთაბეჭდილებებით ვარ. უმაგრესი იყო მართლაც. არ ვიცი. ალბათ მოგეწონათ ჩემი ვიდეო. ჩვენი ფორმა, მდგომარეობა არ შეიმჩნევთ, იმიტომ რომ დავიღალეთ ძალიან სახე მოხკაშლილი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუმცა თუ გსურთ რომ შემოგთავაზოთ კიდევ ასეთი ვლოგები და ვიდეოები, უბრალოდ დალაიქეთ გამოწერა და რაღაც არ მინდა საერთოდ.